დილა მშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ლელა ბაღდავაძე ვარ, ჩვენი სტუმრები კი დღეს ბერდია სიჭინავა და ლაშა ტუღუში იქნებიან. ტრადიციულად საუბრობთ საქართველოში შექმნილ ვითარებასა და პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ პერიპეტიებზე, თუმცა ვიდრე სტუმრები შემოგვერთდებიან, თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით და უკვლების ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოტყუებით დაარეგისტრეს საერთო ჯამში 496,000 ლარის ღირებულების 851 კვადრატული მეტრის ფართობის 3 მიწის ნაკვეთი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის გენერალურ დებატებში მონაწილეობა, სადაც პაპუაშვილი სიტყვით გამოვა. საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სამსახურის ჩამოყალიბება მოსახლეობას სამელიორაციო მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცედურებს გაუადვილებს. მაშასა ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ბერდია და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ უნივერსალური პაიკლინს. ბატონ ბერდია, თემა რითაც მინდა რომ გავხსნათ დღევანდელი გაცემა აქციაზე დაკავებულ პირებს უკავშირდება თითქოს ახალ გარემოებას ვხედავთ დაპატიმრებულ მომიტინგეებთან მიმართებაში და რა მაქვს მხედველობაში. გუშინ უნდა გამოცხადებულიყო ანატოლი გიგაურის განაჩენი და გადაიდო. იქამდე უნდა გამოცხადებულიყო გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი და ისიც ანალოგიურად გადაიდო და ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი პირის საბას ხვიტარიძის საქმეზე მიღებული გაწყვეტილება, რომელსაც ვიცით რომ ბრალი გადაუკვალიფიცირდა და ბრალდება, რომელიც გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, შეეცვალა გაცილებით უფრო მსუბუქი მუხლით. რა ეს გარემოებები იძლევა თუ არა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რაღაც ხდება და რა შეიძლება ხდებოდეს დაკავებულ მომიტინგეებთან მიმართებაში თქვენი აზრით. ხო, ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი არის სახეზე ლელა, რომ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების ციხეში გამომწყდეული მსახიობების, ჟურნალისტების, ქალბატონების საკითხი საზოგადოებაში, მათ შორის იმ ელექტორალშიც კი ის, რომელიც ოცნებას უჭერდა 26 ოქტომბრის მხარს, დიდი პრობლემა არის ოცნებისთვის. შესაბამისად, მე თეორიულად არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას, რომ ამ ტვირთით ოცნებას არ მოუნდეს წინასაარჩევნო პროცესში შესვლა და შესაძლებელია შემამსუბუქებელი ზომები, მათ შორის ამ ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით იქნას მიღებული, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, თუმცა ეს არ შეცვლის ქვეყანაში პოლიტიკურ მოცემულობას. ჩვენი პოლიტიკური მოცემულობა ვიცით, ეს არის დანგრეული პოლიტიკური ინსტიტუტები, მიტაცებული ძალაუფლება, ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში უზურპირებული მთელი ეს სახელმწიფო სისტემა, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არ არის, ქვეყნის ევროპული კურსი არის კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარი, ფაქტობრივად დასავლეთი იზოლაციის გზას ირჩევს დასავლეთთან ურთიერთობის ნაწილში ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ეს რა თქმა უნდა მოიტანს დამატებით სასანქციო რეჟიმს, თუ ეს ყველაფერი არ შეიცვალა. ამიტომ მხოლოდ ერთი საკითხის მოგვარებით, რა თქმა უნდა, ოცნება ვერ მოაგვარებს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თუმცა ეს რა თქმა უნდა იქნება ტვირთის ჩამოხსნა წინასაარჩევნოდ ოცნებისთვის და თუ ისინი აპირებენ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, რა თქმა უნდა, დროულად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ პროტესტის მოთხოვნა საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსი არის ამასთან დაკავშირებით შემდგარი არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ ჩამოხსნა თუ პოლიტიკური ვაჭრობა, იმიტომ რომ აი პოლიტიკურ სპექტრში ხშირად გვესმის განცხადებები მის თაობაზე, რომ აქციებზე დაკავებული პირების საქმეებს ქართული ოცნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ სავაჭროდ გამოიყენებს. ეხლა შეიძლება უხეშად გამომივიდეს კითხვის დასმა, მაგრამ რამდენად შეიძლება ვიფიქროთ ისიც, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო პოლიტიკური ვაჭრობა დაპატიმრებული დემონსტრანტების საქმეების გამოყენებით. მაგალითად
ვიცით რომ სენატში მეგობარი აქტია შესული, ხო, რომელიც ძალიან ისეთ მძიმე სანქციებს უქადის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებს. აი, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ფიქრი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სახელმწიფო პარტიამ შესაძლოა ივაჭროს იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ აი მაგალითად გაათავისუფლებს საქციებზე დაკავებულ პირებს, პოლიტპატიმრებად შეფასებულ ადამიანებს და სამაგეროდ აი სენატმა მაგალითად აღარ მისცეს მსვლელობა მეგობარ აქტს, რომელიც უკვე ვახსენე, რომ მნიშვნელოვან სანქციებს ითვალისწინებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების მიმართ. ლელა, ანუ ჩვენ რო ვიცოდეთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გაპროტესტის გამარჯვებისთვის. თუმცა სიმართლე რო გითხრათ, ოცნების პრობლემა დღეს არის ის, რომ ის საერთოდ არავის არ ელაპარაკება. საუბრობს თითქოს ურთიერთობების გადატვირთვაზე შეერთებულ შტატებთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე ევროკავშირთან, ბრიტანეთთან და ასე შემდეგ. იქნება ელაპარაკება და ხურულკას მიღმა არ ჩანს ამის იმპულსები, ამის იმპულსებს უნდა ვგრძნობდეთ ჩვენ, თუმცა ეს არ ჩანს. მე ამას ვერ ვიტყოდი, რომ ჩანს. ეხლა თუ ვინმე ცდილობს ლეგიტიმაციად გაასაღოს ან რაღაცა ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილად პროტოკოლური შეხვედრა ტალიაშვილის აგრიმანების გადაცემის დროს, ეგ ნამდვილად ესე ვერ გასახდება. ფაქტი არის მოცემულობა, რომ დღეს ქვეყანა არის მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, პოლიტიკური პატიმრების საკითხი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ამ საკითხებთან ერთად ის ტვირთები, რომელიც აწევს დღეს ოცნებას, მათ შორის იმ კანონების სახით, რომელიც 2022 წლიდან მიიღო და ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანა ქვეყანა, მათ შორის ანადგურებს პირდაპირ ფორმით არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს ზღუდავს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. რა თქმა უნდა, ამ კანონმდებლობასთან ერთად შეჩერებული პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების და ამის ღია დეკლარირებული განაცხადი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის დამოკლეს მახვილებით ჩამოკიდებული. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ სასანქციო რეჟიმი, მათ შორის სავიზო შეზღუდვების გათვალისწინებით ამოქმედებულია ათეულობით ადამიანის მიმართ, რომელიც ამ სისტემის მსახურებაში არიან. გარდა ამისა, ფინანსური სანქციები. საქართველოს 10 მოქალაქე დაამატა სიაში. ეს არის მზარდის წრე ფართოვდება, ამიტომ თუ ოცნებას გონია, რომ საკუთარი პირობები დაждდება მაგიდასთან და საკუთარი პირობებით ილაპარაკებს შეერთებულ შტატებთან, როგორი ურთიერთობები უნდა კონდეს და არასახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ესე არ გამოვა. ოცნება დღეს ირჩევს იზოლაციის გზას. ოცნება დღეს ირჩევს, მათ შორის არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყნის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გზას, როდესაც აი 15 ადამიანს ეფარება, საკუთარ თავს ეფარება და ფაქტობრივად საკუთარი ქვეყანა ყავს აი ფარად აფარებული იმ შესაძლო პოტენციური უვიზო მიმოსვლის შეჩერების თვალსაზრისით იქნება, სასანქციო რეჟიმის თვალსაზრისით იქნება და ფაქტობრივად ქვეყნის ინტერესებს აი საკუთარ ინტერესებში ახურდავს. ეს არის მოცემულობა. ამიტომ არ შეიძლება გამოურიცხოთ, რა თქმა უნდა, რომ ეს მოლაპარაკების პროცესი შეიძლება წავიდეს ლაპარაკში ცუდი არც არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, კარგი არის. თუ ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნები საპარლამენტო ჩაინიშნება, დაუყოვნებლივ გათავისუფლებიან ჩვენი პოლიტიკური პატიმრების, სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ეს არის ჩვენი ამოცანა. აქციაზე დაკავებული პირების კონტექსტში და მე უკვე სხვა თემები, მათ შორის არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. აი თუ კი ვნახავთ წინასაარჩევნო პერიოდში ამ ადამიანების, ამ ახალგაზრდების გათავისუფლების შესახებ გაწყვეტილებებს. აი როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება უკვე ელექტორატზე, ამ თვალსაზრისით რა მოლოდინი შეიძლება გქონდეთ უშუალოდ თქვენს პარტიას, რომელიც აპირებს რომ შევიდეს მუნიციპალურ არჩევნებში. ხო, ლელა, რთული საქმეა, მაგრამ მკვდარი მეორედ ვერ მოკვდება, ანუ რამე წაშლის იმპაქტს, რომ რატომ გამორიცხავთ, რომ შემოატრიალებს ქართული ოცნებისკენ მის მიმართ სიმართლე რო გითხრათ, უკვე ოცნება არის გაშიფრული, ოცნება უკვე არის აი საკუთარი სახით სრულად წარმოჩენილი ამ ადამიანებისთვისაც. ოცნება ხო იმით იწონებდა თავს, რომ ნაცმოძრაობაში ობდა რაღაცი და დღეს ოცნება რა არის? ოცნება არის დღეს პირდაპირი ფორმით აი
რუსული ინტერესების გამტარებელი და რუსული პოლიტიკით მოქმედი. მე არ ვიძახი რომ ვიღაცას კრემლთან აქვს პირდაპირ კავშირი, მაგრამ დღეს რასაც აკეთებს ოცნების ხელისუფლება პირდაპირ ფორმით ემსახურება რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ქართული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება არ ყავს. მაშინ როდესაც აზერბაიჯანი საკუთარი ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, სომხეთი საკუთარი ინტერესებით მოქმედებს ეროვნული ინტერესებით, ჩვენ აღმოჩნდით ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის ინტერესებით. ხო წარმოუდგენელია ეს, მაგრამ ეს მოცემული ხო ვერაფერი ვერ განმუხტავს იმ გარემოებას და ვერ დაავიწყებს ადამიანებს, რომ 400-მდე ახალგაზრდა ძვლებში დალეწა ამ რეჟიმმა და მათ შორის საკუთარი ზონდერ ბრიგადების და აი ამ ზონდერების მეშვეობით უსწორდებოდა ქუჩაში. ჟურნალისტებს კისერს როს ეხდა და პირდაპირ ფორმით სიკვდილისთვის იმეტებდა. ამას ვინმე ერთი ადამიანი არ დაუჯიათ. ფორმალურადაც კი ერთი ადამიანი არ დაჯილა ამ ძალადობისთვის. მაგნიცკის სიით რო იყო სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილები და დღეს ერთ-ერთი მოადგილე მაგნიცკის სიით სანქცირებული ისევ რაღაცა ზის და ბრიფინგებით გველაპარაკება თითქოს რაღაცა ნარკოტიკული დანიშნულება. ამას ხო ვერაფერი ვერ შეცვლის. საარჩევნო манипуляციის გზა და ადამიანებზე ზემოქმედების გზა დრო ნარკომანიას მხარდაჭერა აერჩია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ოცნებამ, რაც არ უნდა ფასადური ბრძოლა დაუწყოს ახლა ნარკომანიას ხო ეს ვერ შეიცვლება ბუნებრივად. კორუფციას რაც არ უნდა ახლა ფასადური ბრძოლა გამოუცხადოს, ეს ხო ვერ შეიცვლება. ან ის ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განაცხადი ხო ვერ შეიცვლება. ხო ეს ფაქტორი მოცემულობა ეს არის შებრუნებას არ ელოდება. მე არ ველოდები, რა ვიცი, ხა დიდი სისულელე იქნება ადამიანების მხრიდან, ისევ მიუბრუნდნენ ოცნებას, რომელიც გადაგვარებული სახით არის წარმოქმნილი, რომელიც მგებაც არ შეიძლება და მისი საერთაშორისო რეპუტაცია და ქვეყნის რეპუტაცია არის საკმაოდ განმარტებული. ბატონ ბერდია, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირების გათავისუფლება არ არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ქართული ოცნების მისამართით ისმის და ეს თქვენც აღნიშნეთ, ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა. გაწყვეტილებას ჯერ ვერ ვხედავთ, თუმცა ვხედავთ ამ საკითხზე დასმულ კითხვას სოციოლოგიურ განყოფაში, რომელიც ჩატარდა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, გულისხმობ აი სწორედ გორბის კვლევას, რომლის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო სწორედ ის, ვის მისცემდნენ მოქალაქეები მხარს მომავალ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ახლა ვიდრე გამოკითხულების განწყობებზე და იმ რიცხვებზე კითხავდეთ, რომელიც ამ კვლევის ფარგლებში დაიდო, უნდა გკითხოთ ზოგად კონტექსტში რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ამ თემაზე ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე სოციოლოგიური გამოკითხვის ფარგლებში ხდება კითხვის დასმა. ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს ნიშნავს ერთ რამეს ქართულმა ოცნებამ დაიწყო ფიქრი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. თქვენ რამდენად მიდიხართ ამ შეფასებამდე? ხო, დიდი ხანია ფიქრობს, ახლა ოცნება პერერულად აკეთებს კვლევებს და მისთვის ესეთი კვლევები არასაჯარო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილია. შესაბამისად, ბევრი ვერსიისთვის, რა თქმა უნდა, მუშაობს ოცნება. არც ის არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ უახლოეს პერიოდში გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს, იმიტომ რომ ერთი მიზანი აქვს ოცნებას, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს და ამ განადგურებული პოლიტიკური ოპოზიციის ფონზე შემდეგ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მისთვის ძალიან მარტივია და საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება. ამიტომ ვიძახდი ჩვენ და ჩვენს კოლეგას ნაკლებად ალბათ უკვე ვეუბნებოდით, რომ ამ არჩევნების შესვლა, თვითმმართველობის არჩევნების შესვლა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს დამატებითი პოლიტიკური ბრძოლის სტიმულია. ამაზე და ეხაც ვეუბნები და ახაც მოუწოდებ. ამ პოლიტიკურ ბრძოლაზე უარი არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ როგორც პოლიტიკური პარტია დასუსტებული, რა თქმა უნდა, ოცნების ინტერესებში შედის და საკუთარ გადაწყვეტილებით რო აკეთებ ამას, რა ვიცი, ან ოცნებასთან ხარ გარიგებული, ან უბრალოდ სასარგებლო იდიოტი ხარ საკუთარი ოცნებისთვის და საკუთარი თავისთვის კიდევ მავნებელი. ანუ არ შეიძლება ასეთ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებდე, ამიტომ რაც უფრო ძლიერი იქნება პოლიტიკური პარტია, მათ შორის ფორმაში იქნება არჩევნების თვალსაზრისით. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ისე როგორც ლელოს პარტიულად და პოლიტიკურად არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა რა თქმა უნდა აძლიერებს. ეს არის დამატებითი საკომუნიკაციო არხი შენს მოქალაქეებთან პირდაპირ ფორმის, რომელიც არ გაგვიწყვეტია მათ შორის არასაარჩევნო პერიოდშიც. ეს არის შესაძლებლობები შენი პოლიტიკური გზავნილები მიიტანო, ეს არის შესაძლებლობები მათ შორის ოცნების რეალური სახე დაანახო და უბრალოდ ვერ ხვდები
პროტესტის პარალელურად, რომელიც მოიცავს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რატო შეიძლება ყოფილიყო ეს გზა მიუღებელი ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისთვის? ხო, წარმოუდგენელია, როდესაც საუბრობთ, რომ თბილისში ელექტორალური დანაკარგები არის უზარმაზარი ოცნებისთვის, რატო შეიძლება უქმნიდე შენ ბიძინა ივანიშვილს სასათბურე პირობებს იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში არ შეხვიდე და მათ შორის მნიშვნელოვან ქალაქებში შენი გამარჯვება არ მოიპოვა. ხო, ვითომ რაღაცა ცინიკური დამოკიდებულება აქვს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები, რომელიც არის ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების და პრობლემების გადასაწყვეტად და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები ძალიან აწუხებს მოსახლეობას. რაც არ უნდა დამცინავად ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ეძახოს ამას მოხრეშვის არჩევნები, ეს არის ფუნდამენტური შეცდომა, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე არის დამოკიდებული. აგერ დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მოწყდა რაღაცა დიდი ბეტონის მასა და ორი ადამიანი მოკლა უბრალოდ. თვითმმართველობა სწორად რო ემუშავა და მათ შორის ეს პრევენციული ღონისძიებები გაეტარებინა და ეს რისკები დაეზღვია, ესეთი შედეგი არ დადგებოდა. რა მოხდა ვაკის პარკში, რა მოხდა რიყის ტერიტორიაზე, როდესაც ბავშვები თხრილში, დენზე, რა ვიცი, ქუჩაში სიკვდილი დადის ფაქტობრივად. და აი ეს პრობლემები მოსდევს თვითმმართველობის არჩევნებში იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე და კალაძე არ იღებს არაფერზე პასუხისმგებლობას. არც ერთ ამ кейსთან დაკავშირებით, არც მარიტა მეფარიშვილის кейსთან დაკავშირებით, არც იმ თხრილში ახალგაზრდა ბიჭი როგორ დაიცვალა, არც დეზერტირების, ანუ რაღაცა გვესაუბრებიან მესამე კლასი, მეხუთე κλასი, იქ რისკი არ იყო გამოსახლება რა შუაში არის ბეტონი ჩამოვარდა და ქუჩაში მოკლა ადამიანები. არჩევნებზე ზუსტად რამდენიმე წუთში დაგისვათ კითხვას იქამდე საპარლამენტო არჩევნებზე მინდა ჩაგეკითხოთ და უკვე იმ რიცხვების კონტექსტში დაგისვათ მორიგი კითხვა, რომელსაც აქვეყნებს თვითონ გორბი კითხვაზე საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ კვირას დაინიშნოს, ვის მისცემდით ხმას, თქვენ იცით, თუმცა მაყურებლებს გავახსენოთ 56.2% მოდის ქართულ ოცნებაზე, 10.7% ლელო ძლიერ საქართველოზე, 10%-ია თქვენი პარტიის სასარგებლოდ, 9.5% გვარამია მელია გირჩი დროას კოალიციაზე და 7.5% აქვს ამ კვლევის შედეგების მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას. ახლა თქვენ წეღან თქვით, რომ ოპოზიციური პარტიები სუსტდებიან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარით. თუმცა გვაქვს სწორედ ეს მოცემულობა, რომელიც დიდი ალბათობით არც შეიცვლება. შესაბამისად, აი რა შედეგები დადგება თქვენი აზრით საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც თქვენივე ვარაუდით შესაძლოა გაზაფხულზე დაინიშნოს და გაიმართოს. იცით, ეხლა ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, იმდენ პოლიტიკური ცლადები ხდება, ანუ და იმდენად დინამიური პოლიტიკური პროცესია, ძალიან რთულია თქვა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში რა მოხდება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, პარტიების დასუსტება, ოპოზიციური პარტიების გაძლიერება საერთო საზოგადოებრივ სახალხო განწყობებს არ ცვლობს, ხო? ადამიანი თუ საპროტესტოდ არის განწყობილი, ელექტორალურად, ოპოზიციურად არის განწყობილი, ბუნებრივია ის არ მივა ეხლა და ოცნებას არ შემოხაზოს. მე ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაციონალურად უნდა იფიქროს მაშინ, როდესაც არჩევნებს რაღაცა ბოიკოტს უცხადებს და რაღაც კამპანიებშია ჩართული, თურმე რაღაც რუსულ სპეცოპერაციაში თუ რაღაც სიგიჟეში არ მიიღო მონაწილეობა. 26 ოქტომბერს რა უკეთესი გარემო იყო? და ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერ გაუარესებულ გარემოშიც კი არჩევნები არის ქვეყანაში სისტემური პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობა და ამ პოლიტიკურ ინსტრუმენტს რო კლავშენ, უკეთეს რამეს უნდა სთავაზობდე. რას სთავაზობენ ეს ადამიანები? აი მითხარით, რას სთავაზობენ? ვერაფერს ვერ სთავაზობენ. რაღაც 4 ოქტომბერს დაანონსებული აქვს დინამოზე შეკრება და მე რა ხდება კაცმა არ იცის. აგერ მოვა 4 ოქტომბერი, ნახავთ თქვენ, დინამოზე შეკრიბებიან ეს ადამიანები. მე ამ ადამიანებს გაუშვებენ სახლში, ეს იქნება მოცემულობა. ამიტომ ვინმეს უკეთესი გზაა. თქვენ და ლელოც რას იღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობით? ამ კითხვაზე თქვენი პასუხიც სავარაუდოდ არ არის დამაჯერებელი. რატო ლელა? აი, უყურეთ. იგი თქვენივე ამორჩევლისთვის. გააჩნია ახლა მე პატივცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან მართლა და ის საკუთარი ჯანმრთელობის, თავისუფლების თუ ფინანსური რაღაცა იმის რესურსების ფასად აი ეს პროტესტის ალამი უჭირავთ. ამ ადამიანების რაღაცა ნაწილის განწყობასაც ვხედავ, რა თქმა უნდა. არჩევნ, მაგრამ ყველა აბსოლუტურად ესეთი არ არის, ხო? ამ მოსაზრებით. აი ერთ-ერთი კითხვა, ბატონ ბერდია, რომელიც აი გორბის კვლევები ვახსენეთ და ამავე კვლევის ფარგლებში მუნიციპალური არჩევნების კონტექსტში დაისვა არის შემდეგი: ქალაქში, მუნიციპალიტეტებში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მერი იმსახურებს თუ არა ხელახლა არჩევას. აი თბილისის შემთხვევაში გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ამბობს, რომ იმსახურებს. ეს
პასუხი ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქართული ოცნება სულაც არ აპირებს თქვენ და ლელოს დაგითმოთ საქართველოს დედაქალაქი. სიმართლე რო გითხრათ, ლელა ცოტა მეუხერხულება გორბის კვლევებზე საუბარი. ეხლა აქ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი რეალისტურად შევხედოთ, დავანებოთ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი რო იჯდეს აქ გორბის კვლევებს გამოიყენებდა ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ და ამას აკეთებს ორად ორი პარტია, ოცნება და უკვე ნაცმოძრაობა გორბის კვლევებს სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ იყენებენ. როდის იყო სანდო ჩემთვის გორბის კვლევა, ხო? გორბის კვლევაში თქვენ რო იცოდეთ, ლელა 3% გვეწერა ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში. და სრულიად ურესურსოდ პირდაპირ ფორმით, ანუ ფინანსური რესურსების სიმწირის მიუხედავად დამოუკიდებლად გავედით პარტია და 8% ავიღეთ. თქვენ წარმოგიდგენიათ უბრალოდ რას ნიშნავს იმ პოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვართ და ჩვენი ხმები მათ შორის დიდი ნაწილი ჩვენ დავიცავთ. რაღაცა ნაწილი მოკუპარეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი რამაც არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ ასე რო გაეკეთებინათ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის ნაცმოძრაობას, რომლის დაშლამაც გამოიწვია 10%-ის კლება და ეს 10% როგორ ჩაიდო მერე ჯიბეში, არავინ არ საუბრობს რატომღაც ოცნების ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ. ამაზე საუბარი ჩვენ მოგვიწევს. ამიტომ ჩვენ ისი იმედი გვაქვს, ჩვენ გვაქვს გონიერი ადამიანების იმედი, რომლებმაც 26 ოქტომბრის შემდეგ დაინახეს ამ რეჟიმის სახე, დაინახეს, რომ ეს რეჟიმი ღირსებით ევროპისკენ კი არ მიდის, ეს რეჟიმი უღირსობით, ძალადობით, ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათეულით მიდის პირდაპირ ფორმით დიქტატურისკენ და ავტოკრატიაში უკვე შემდგარი ავტოკრატია ვარ და დიქტატურისკენ მე იმედი მაქვს რომ ადამიანები მასიურად გამოვიდნენ. ისე უშუალოდ პარტიას არ ყავს მიგმული ბაგაძე საკუთარი ამომრჩეველი და ეს არაკადრონ საკუთარ ამომრჩეველს. მათი ამომრჩევლების უმრავლესობაც მე ხარ რეგიონულ ტურნეში როცა ვარ და ველაპარაკები ამ ადამიანს ბზაობას გამოხატავს რომ გამოვიდეს არჩევნებზე და არჩევნებს კი არ უნდა გამოუცხადონ პოლიტიკურმა პარტიებმა ბოიკოტი. არამედ უნდა გამოუცხადონ ოცნებას ბოიკოტი და ამისკენ მოუწოდებს თბილისთან მიმართებაში მინდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა. რამდენად გაართულებს ქართული ოცნებისთვის დედაქალაქის წართმევის ამოცანას, თუ კი მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი იქნება კახა კალაძე? ხა გუშინ კი ითქვა გუშინ დილით ერთ-ერთი დეპუტატის მხრიდან, უბრალოდ ამ დეპუტატის განცხადებამ შექმნა მოლოდინი, რომ კახა კალაძეზე შესაძლოა არ გაკეთებულიყო არჩევანი, თუმცა ამ განცხადებას მალევე მოაყოლა პარტიის ლიდერში ახალი განცხადება, სადაც უკვე ითქვა, რომ კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი. აი კახა კალაძეზე როგორც თბილისის მერობის კანდიდატზე და თქვენი პარტიის, აი თქვენი და ლელოს კონკურენტ კანდიდატზე რა სიტყვით და ხო აქვე როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყდა გათვლის გაკეთება, არჩევანის გაკეთება ისევ კახა კალაძეზე და რა შეიძლება იყოს მმართველი პარტიის გადმოსახედიდან კალაძის უპირატესობები? ნუ ეხა შიდა გარჩევებში ვინ გაიმარჯვა, რატო გადაწყდა კალაძეზე, რაც მოარული ხმები დადის, რა თქმა უნდა, ანუ ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს ამისი, თუმცა კალაძე არ მგონია კარგი კანდიდატი იყოს ოცნებისთვის. პირდაპირ ფორმით ძალიან მარტივად, იმიტომ რომ კახა კალაძისთვის ეს არის მესამე ვადა, იმ ორი ვადის განმავლობაში, ანუ მარტივად რო ვთქვათ, პროფილურად შეუთავსებელია კალაძის პროფილი იმ გაცხადებულ ეგრეთ წოდებულ თითქოს კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკაზე. ხო ფასადური არის ხა რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ადამიანი რომელიც 8 წლის განმავლობაში სატრანსპორტო პრობლემა ვერ მოაგვარა, რა ვიცი, 8 წელი ადამიანმა ვარკეთილში მეტროს ჭერი ვერ გააკეთა. გურამიშვილის მეტროს რეაბილიტაცია ვერ განახორციელა. საცობების პრობლემა ვერ გადაუწყვეტა ამ ქალაქს. ქალაქში 14 წლის, 13 წლის გოგონა დაიღუპა მის მიერ რეაბილიტირებულ მერის მიერ რეაბილიტირებულ სკვერში, სადაც დერმა დაარტყა, სადაც უსაფრთხო გარემო უნდა იყოს და ნებისმიერი ჩვენგანი შვილი შეიძლება აღმოჩენილიყო ღმერთმა დაგვიფაროს ამ სიტუაციაში და საწყალი გოგონა დაიღუპა. ქალაქში, სადაც თხრილში დაიღუპა რიყეზე და იქ რაღაცა კერძო კომპანიის პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი, თხრილში ჩავარდა ჭაში ადამიანი, პატარა ბიჭი და დაიღუპა, მოზარდი დაიღუპა. სიკვდილი ფაქტობრივად ჩამოვარდა სადღაც შენობიდან, რომელზეც ავარიული იყო და რომელზეც უამრავი შეყობინება იყო, მე შესრულდა ანუ არაფერზე ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღია ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობის ნაწილშიც კი მოქმედ მერს. ადამიანები დაიღუპნენ, ანუ აქ საუბარი ხო არ არის მხოლოდ კორუფციაზე, ამ კორუფციის შედეგებზე არის საუბარი, ხო? ნუ წარმოუდგენელია რა, რაზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა? კორუფცია არ არის, კოეფიციენტების პრობლემა არ არის, თვითონ ხო აღიარებენ ოცნების წარმომადგენლები იმ ზომას მიაღწია კორუფციამ, რომ თვითონაც ვერ მალავენ ამას. და რა ფასადურად უწევთ ვიღაცების დაკავება, ხო?
ვიღაც მომსახურე პერსონალი, თორე რეალური ვისი გავლენის 20-25 ოჯახი, ვისი გავლენის ქვეშაცაა დღეს მათ შორის ბიზნესი და ქართული ეკონომიკა, ეს არის ხელშეუხებელი დღეს. ბატონბერდია, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ვიდრე დაგემშვიდობებით შევეხოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხსაც, რომელიც ამ დროისთვის არის შეფასების საგანი, გულისხმობს სწორედ კორუფციის თვალსაზრისით ქართული ოცნების გააქტიურებას და აი თუნდაც ბოლო ფაქტს იცით, რომ თავდაცვის სამინისტროში მოხდა ამჯერად კორუფციული დანაშაულის გამოვლენა და სუსის ანტიკორუფციული სამსახურის სააგენტოს განცხადება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით 2 დღის წინ. რით იხსნით კორუფციის წინააღმდეგ ხელისუფლების ბოლოდროინდელ გალაშქრებას და აქვე გვესმის განცხადებები, რომ კორუფციული კუთხით მოძრაობები ირაკლი ღარიბაშვილს უნდა მიადგეს, რათა არგუმენტირებულად მოხდეს მისი დადანაშაულება. თუ იზიარებთ მოსაზრებას, რომ აი ამ პროცესის მთავარი სამიზნე არის სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ხო, ნუ შიგნით ჯანსაღი ვითარება რო არ არის, ხა ფაქტობრივი მოცემულობა, ლელა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. დღეს ოცნება პირდაპირ ფორმით ასოცირდება კორუფციასთან, ძალადობასთან, ქვეყნის ეროვნული ინტერესი, არანაირი ევროპაზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატთან, ასოცირდება აი გაზრდილ ნარკომანიასთან, ზუსტად ეს პოლიტიკური გზავნილები აქვს დამოღებული და ფასადურად კრიან თითქოს ნარკომანიასთან ბრძოლის რაღაცა ფასადს, კორუფციასთან ბრძოლის ფასადს, რაღაცა 1 მილიონ ნახევარზე დაობიან. რეალურად საუბარია 10 მილიონზე, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას დააკლდა და ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა. ხო, ამაზე ეს ერთი კონკრეტული ფაქტი უნდა განვაზოგადოთ და ვთქვათ, რომ ყველა სახელმწიფო უწყებაში სავარაუდოდ ხდება იგივე. არის, რა თქმა უნდა, ანუ ამას ხო თვითონ აღიარებით. რატო დაისვა შეკითხვა, მათ შორის იმ რაღაცა ეგრეთ წოდებული გორბის თუ რაღაცა სოციოლოგიური კომპანიის კვლევაში, მანყოფილი ხარ თუ არა, თქვენ გონიათ ახლა მერების საქმიანობა აწუხებთ დიდად, მაგრამ ზუსტად იციან, როგორც მაღალ დონეზე იყო კორუფცია, ისე იყო მათ შორის მერიების დონეზე კორუფცია. კორუფციაში იხრჩობა მუნიციპალიტეტები. როგორც კი მოიცლიან მერებისთვის, მათ შორის იმ მერებისთვის, რომელსაც ახლა არ დააყენებენ კანდიდატებად ოცნების პარტიაში. პირდაპირ ფორმით მათზე ჩათვალეთ, რომ დევნაზე, მათ პოლიტიკურ დევნაზე, არაფხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე, ან პოლიტიკური ნაწილიც აქვს ამას, იმიტომ რომ ეხლა სჭირდებათ პოლიტიკური დევნა ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ შექმნა შლეიფი თითქოს რაღაც კორუფციას ებრძვიან. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართ დევნა დაიწყება. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ ეს ადამიანები. მათი განაჩენები უკვე დაწერილი არის. ძალიან ბევრი ადამიანს გადაურჩა ამ კახაკალაძე თქვენი აზრით გადაურჩა? კახაკალაძე ემხაუჭება საფრთხეს, რომელიც შესაძლოა ამ თვალსაზრისით სხვა მერებს ემუქრებოდეთ. სისტემაში დასარჩენად იბრძვის კახაკალაძე. იმიტომ რომ სისტემაში დარჩენა ნიშნავს მის გადარჩენას. მის გადარჩენას ნიშნავს პირდაპირ ფორმით, მათ შორის სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით. ამიტომ ყველაფერს გააკეთეს ეს ადამიანი, რომ მერი გახდეს რა მერობის კანდიდატი გახდეს. მერი გახდება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ჩვენი მოქალაქე მოვა და პროტესტს და ბოიკოტს დაუფიქსირებს ოცნებას არჩევნებზე უშუალოდ. ბატონბერდია, კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის და იმისთვის, რომ გაგვიზიარეთ აქტუალურ საკითხებზე თქვენი შეხედულებები. ვემშვიდობებით ბერდიას სიჭინავას. ახლა რეკლამის შემდეგ ლაშა ტუღუში გვერდდება, ასე რომ დაგვევდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლიბერალური აკადემიის თავმჯდომარე ლაშა ტუღუშია ჩვენთან. გამარჯობა ბატონ ლაშა და მადლობა რომ შემოგვერთით. ბატონ ლაშა. დაცემის ეს ნაწილიც აქციებზე დაკავებული პირების საქმეებზე საუბრით მინდა გავხსნათ. მიზეზი კი არის შემდეგი გარემოება. ანატოლი გიგაურის და გიორგი ახობაძის საქმეებზე განჩენის გამოცხადება გადაიდო. საბას ხვიტარიძეს კი ბრალი შეუცვალეს და ახლა უკვე მას გაცილებით მსუბუქი დანაშაულის ჩადენას ედავებიან. არის თუ არა ლოგიკური ვიფიქროთ, რომ ხელისუფლება დაკავებულ დემონსტრანტებთან მიმართებაში შესაძლოა ეძებდეს გამოსავალს. აი ჩვენი წინა სტუმარი ამბობდა, რომ ქართული ოცნებისთვის მძიმე ტვირთია აქციებზე დაკავებული პირები და მათი საქმეები. შესაბამისად, რამდენად შეიძლება ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობდეს ამ ტვირთის ჩამოცილებას? იცით, რა თქმა უნდა, ეს სურვილი უფრო დღეს ვიდრე რეალობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი
იზიარებს ამ სულისკვეთებას და ფიქრობს, რომ არათუ უნდა შემსუბუქდეს და რაღაც უნდა შეცვალა, არამედ ის რაც გააკეთეს, ის არ უნდა გაეკეთებინათ. ის იყო ძალიან სერიოზული შეცდომა და თუ შეცდომას გაასწორებენ, თუ ვითარებას შეცვლიან, რა თქმა უნდა, ეს იქნება სწორი ნაბიჯი, თუმცა მოდი დაველოდოთ. ძნელია ამის დაჯერება, მართალი გითხრათ, იმ ისტორიების შემდეგ, რასაც უყურებთ ბოლო პერიოდში საქართველოში, რთული დასაჯერებელია რაიმე გონიერება, რაიმე მსგავსი იყოს აი ამ ხელისუფლებას. ბადოვაშა, სხვა შორის არის კიდევ ერთი ვერსია, მაგალითად ნიკა გვარამია ამბობს ციხიდან გამოგზავნილ, საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში, რომ თავად მოსამართლეებმა დაიწყეს მასობრივად პოლიტიკური დაკვეთების გაპროტესტება სასამართლოში დიდი დავით დარაბაო აცხადებს ნიკა გვარამია. ამ ვერსიაზე რას ფიქრობთ? თქვენ თუ პირადად თუ ხრჩებათ, არ ვიცი, განცდა რომ რომელიმე მოსამართლეს აღარ უნდა იმ ტიპის გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სრულიად და აბსოლუტურად უსამართლოდ ფასდება. ეს და მცირე გონიერება თუ შერჩენია ვინმეს, ამ შემთხვევაში მე გულისხმობ მოსამართლეებს, რა თქმა უნდა არიდებდეს თავს აი ესეთი დრაკონული, უკანონო უსინდისო ვიტყოდი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც იღებს ზოგიერთი მოსამართლე, რომელიც მიიღო ზოგიერთმა მოსამართლე. რა თქმა უნდა, ისინი კარგად ხვდებიან, რომ ეს ვითარება არ გაგრძელდება დიდხანს, შეუძლებელია გაგრძელდეს დიდხანს. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ადამიანს წირა ციხისთვის, ისე რომ მას არაფერი დაუშავებია, ეს რო არ გეპატიება, ხა რთული გასაგები არ არის. შესაბამისად, ისინი აუცილებლად გაიქცევიან ამას და რასაც ბატონ ნიკა ამბობს, მე მესმის ძალიან კარგად. ლიეტუვამ დაუწესა სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს, რომელთა შორისაც არიან აქციების მონაწილეების საქმეების მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი, ჯვებენ აჭყებია, ირაკლი შუანგირაძე და ვიქტორ მეტრეველი, ისე როგორც არიან პროკურორები, არიან ქართული ოცნების დეპუტატები მარიამ ლაშხი და ნინო წილოსანი, ასევე რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი. აი ზოგადად რას ცვლის ამ ტიპის სანქციები და ისევ მოსამართლეების კონტექსტში ჩაგეკითხებით, აი ქვეყნის რა სახეს აჩვენებს, როდესაც მას ყავს დასანქცირებული მოსამართლეები? აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემებია, არა მარტო დემოკრატიის თვალსაზრისით, ზოგადად განვითარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამდენი დასანქცირებული, ამდენი ნეგატივი, რომელიც განვითარებული სამყაროს ნაწილიდან მოდის, მათ შორის ღიად არხებით, ეს მეტყველებს, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს და დაფიქრებაა საჭირო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. არა მარტო ის, რომ ეს უნდა შეიცვალოს და გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური ძალა რასაც წარმოადგენს, ჩვენ ამას კარგად ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა დავფიქრდეთ, რა დაგვემართა. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ალბათ მოგვიწევს ამაზეც დაფიქრება სერიოზულად და დასკვნეს სწორი დასკვნების გაკეთება, რომ კიდე არ გავიმეოროთ ანალოგიური შეცდომები. ეს არ ეხება მარტო ვიწრო რაღაცა ელიტურ ინტერესს ან ელიტის, ასე ვთქვათ, შეცდომას. აქ საუბარი არის უფრო ფართოდ დაანახულ პროცესზე. ვინ უნდა დაფიქრდეს მომხდარზე, რიგითი მოქალაქეები თუ პოლიტიკური სპექტრი? ნუ პირველ რიგში მოქალაქე, როგორ უცნაურად უნდა ჟღერდეს ეს, იმიტომ რომ მოქალაქე იღებს თავის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, თავისი მხარდაჭერი თუ საპირისპირო არა მხარდაჭერი, საპირისპირო ნაბიჯით, ხო? მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, ისინი მათაც სერიოზული დასკვნები უნდა გამოიტანონ, იმიტომ რომ სისუსტე ასე ვთქვათ, სწორი პოლიტიკური მიმართულების გამტარი პოლიტიკური ძალების პარტიების
პრობლემა არის ამ პარტიებისაც ვიტყოდი, არა მარტო მოქალაქეების, რომლებიც ამ რეალობაში ცხოვრობენ, რაშიც ცხოვრობენ, ხო? ჩვენ რო ყავდეს უფრო ძლიერი პოლიტიკური ელიტა, პროდასავლური პოლიტიკური ელიტა, მე ვფიქრობ პარტიები და როცა ელიტაზე ვსაუბრობ, უფრო ფართოდ ვლაპარაკობ, ხო? ამ შემთხვევაში მარტო ვიწრო პარტიულ გაგებით არ ვსაუბრობ, ცხადია, ჩვენ ამ დღეში არ ვიქნებოდ უკეთეს ვითარებაში ვიქნებოდ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათაც დასკვნა უნდა გააკეთონ და არ უნდა ვიტრიალოთ მუდმივად ერთი და იგივე მოჯადოებას. გააქვთ განცდა, რომ იგივე ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკური სპექტრი შეცდომებზე სწავლობს და სწორად ახდენს იმ ვითარების გაანალიზებას, რაშიც აღმოჩნდით. იცით რა, რაღაცას ბუნებრივია სწავლობს, ჩვენ ვითარება განსხვავებული გვაქვს დღეს, ვიდრე ქონა თქვა 90-იან წლებში, თუმცა რაღაცას ვერ სწავლობს. ეს აი რა ვერ ისწავლა, როგორ ფიქრობ და მაგალითად ვერ ისწავლა. მუდმივად რა არის ის ერთი და იგივე შეცდომა, რომელსაც თქვენი აზრით ოპოზიცია მუდმივად უშვებს? მე ვფიქრობ, ეს არის ის შეცდომა, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში ერთიანობის მაგერად ისე უპირისპირდებიან ერთმანეთს. ამას ვხედავდით ჩვენ 90-იან წლებში, 2000 წელს, 2010 წელს და ასე შემდეგ, ხა ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ერთიანობა იყო აუცილებელი. დღესაც იგივე ვითარებაა, აუცილებელია ერთიანობა, მაგრამ ამ ერთიანობას ვერ ხედავთ. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივად არსებობს განსხვავებული პოლიტიკური ძალები, მათ შორის არსებობს განსხვავება, მაგრამ ერთიანობა გულისხმობს საერთო მოქმედებებს, ასე ვთქვათ, საპირისპირო მხარეს ყოფილი ძალებს. შენ თუ გინდა შეცვალო ეს ერთიანობა აუცილებელია. თუ შენ აქ საუბარი რაზეა დღეს? არა თუ ერთიანობა არ აქვს, ერთმანეთს დაპირისპირებულები არის. და ეს არის შეცდომა, რომელზეც ვერ ვისწავლეთ და ამას ვაღიარებთ, ხედავთ, მაგრამ მაინც ვიმეორებთ. აი ესე იგი რაღაცა უჭირს. ბადოლაშა, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ახლა ოპოზიცია არ მხოლოდ ურთიერთ, ესე ვთქვათ, განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს, არამედ სწორედაც რომ დაპირისპირებაში და შეიძლება თქოს კონფრონტაციაში იმყოფება ერთმანეთთან, უკავშირდება ადგილობრივი არჩევნების საკითხს და რადგან ადგილობრივი არჩევნები ვახსენეთ იმედის მიერ ჩატარებულ იმედის დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებზეც მინდა გკითხოთ და რა თვალსაზრისით ადგილობრივი არჩევნები მოდის, მაგრამ გორბს დაუკვეთეს საზოგადოების განწყობის გაზომვა იმ შემთხვევისთვის, თუ კი ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. აი ეს რას შეიძლება ნიშნავდეს, ეს მინდა გკითხოთ. ხომ არ შეიძლება საპარლამენტო არჩევნებზე სოციოლოგიურ გამოკითხვებში კითხვის დასმა ნიშნავდეს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ფიქრი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დანიშვნას. მე რა თქმა უნდა არ გამოვირიცხავ ამ შესაძლებლობას, ვინაიდან ეს გუნდი კარგად ხედავს, რომ რეალურად ხარდაჭერა არ აქვს საზოგადოების და ის გარე ფაქტორებიც, რომელიც რეალურია, გეოპოლიტიკური ფაქტორები, მე გულისხმობ უკრაინაში ომს, ასევე შიდა ფაქტორები, ასევე ის პროცესები, მათ შორის სანქციები, მოსალოდნელი ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, რომელიც აუცილებლად გაღრმავდება ქვეყანაში. თუმცა ბადოლაშა, მეორე მხრივ თვითონ ოპოზიციური სპექტრი, ოპოზიციური პარტიები რამდენად არიან მზად ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, არა მხოლოდ ამ არჩევნებში შესვლისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, ქართული ოცნების გადარჩევისთვის და იმისთვის, რომ სახელმწიფო პარტია გაუშვან ოპოზიციაში. იცით, თუ ეს არჩევნები დაენიშნა, მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სიტყვა უნდა თქვას მთლიანად ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არ უნდა იყოს მარტო პარტიების საბრძოლო და მარტო პარტიების
სამოქმედო არეალი რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ თუ უყურებთ ჩვენ ამ შემთხვევაში პარტიების ნაწილს გულისხმობ ჩვენი საზოგადოების მუდმივად ვიმეორებთ იმ შეცდომებს, სადაც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. მარტო მათი ასე თქვა სამოქმედო თუ დავტოვეთ, მაშინ დიდი ალბათობით დაკლავ დავინახავთ აი იმ ვითარებას დაპირისპირების, რომელიც არანაირად არ აწყობს ამ ქვეყანას და ეს იქნება დამარცხების ფორმულა. ჩვენ თუ გვინდა მოგების ფორმულა, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ დიდმა ნაწილმა გასაგებად უნდა უთხრას ამ ხალხს, ვინც ამბობს, რომ ის არის პოლიტიკური პარტია, უთხრას, რომ ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ტიპის ურთიერთდაპირისპირება, რომელსაც დღეს უყურებთ. და თუ გვინდა რომ მოვიგოთ ამ ქვეყანამ, მაშინ საჭიროა პროდასალური ძალების ერთიანობა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტიპის კონკურენცია იქნება და ეს გასაგებიც არის. ამიტომ თქვი მე რომ ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მუდმივად უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ საქართველოში დაინიშნოს ვადამდელი ან ახალი არჩევნები, ალბათ ახალი არჩევნები უფრო სწორი. ბადოლაშა, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა რომ ეს ბოლო რამდენიმე წუთი კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს დავუთმოთ. მხედველობაში მაქვს კორუფციული დანაშაულები, რომელთა გამოვლენა დაიწყო ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ, სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, თვითონ სახელმწიფო უწყებებში. ამჯერად უკვე იცით, რომ დაკავებულია თავდაცვის სამინისტროს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, მინისტრის მოადგილე და შესყიდვების სამსახურის უფროსი, ისე როგორც ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისთმა და სხვათა შორის აი ეს წუთია ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასამართლომ სამივე მათგანს ახლეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა. ეხლა რიგი პოლიტიკოსისგან ვისმენთ განცხადებას, რომ ის, რასაც ხედავთ, არის კორუფციის წინააღმდეგ ვითომ და მუშაობა, სინამდვილეში კი ანტიკორუფციული სააგენტო გამოიყენება სწორედ შიდა კლანური დაპირისპირების ერთ-ერთ ინსტრუმენტად. აი თქვენი აზრით, ქართული ოცნების ხელისუფლების რეალური მიზანი არის თუ არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? ციტატ ჩვენ ვერ ხედავთ სისტემურ მიდგომას ჯერჯერობით კორუფციასთან ზოლის თვალსაზრისით. ის რასაც ხედავთ, ეს არ არის სისტემური მიდგომა, ეს არის უფრო რაღაცა ლოკალური ჩემი აზრით უფრო ლოკალური შიდა პარტიული რაღაცა ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებული პროცესები, იმიტომ რომ ხედავდეთ სისტემურობას, ისი თითქოს და ცელობა აქვს, მაშინ სხვა ფაქტებიც ამოტივდებოდა. მაგალითად, ისეთი ტიპის ფაქტები, რასაც ჩვენ მედიის საშუალებით ხშირად ვისმენთ, რომ ვიღაც მაგალითად რეგიონებში დავინახავდით მოქმედებებს იმ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავების ან იმათ წინააღმდეგ, რომლებიც ფაქტობრივად მთელ ფულს, რომელიც რეგიონებისთვის არის გამოყოფილი, ჯიბებში იდებენ. ხო, ვიცით ესეთი ფაქტები, ვიღაცის ბიძა, ვიღაცის ნათესავი, ამ შემდეგ რაც ფულია გამოყოფილი რომელიღაც რაიონისთვის, ეს ახლა მოსვენილი გვაქვს და არავის არ უთქვამს, რომ ესე არ არის. კარგი, რადგან შიდა კლანურ დაპირისპირებაზე საუბრობთ, მაშინ ვინ არის სამიზნე? ამასაც ვისთან ვისზეა გათვლა, ვისთან უნდა მივიდეს საბოლოო ჯამში თქვენი აზრით გამოძიება? როდესაც როცა ავტორიტარიზმი მყარდება, მაშინ ბუნებრივია შიგნით სხვა ცენტრები, რომლებიც არსებობს, შედარებით დამოუკიდებელი ცენტრები, თუმცა დამოუკიდებელი ცენტრები არ არის შედარებით, იმიტომ გამოვიყენე სიტყვა, მათ შორის მიდის ბრძოლა, ეს ერთი, მეორე, აქ ეხლა შეიძლება სხვა ფაქტორებიც მოქმედებდეს საზოგადოების ნაწილში, იმიტომ რომ მოსალოდნელი არჩევნები და ის რომ დღეს კორუფცია ქვეყანაში პრობლემა, ამაზე ნებისმიერ ადგილას გაიგონებთ. ეს არ არის ის თემა, რომელიც სიურპრიზია ჩვენთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის კორუფცია გახდა სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ მას გარშემო ყველგან ესმის. ამიტომ რაღაცა რეფლექსი საჭიროა, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია აი ესეთი ინციდენტების შედეგი.
ის რომ რაღაცა ფიგურების გარშემო ტრიალებთ, ეგეც გასაგებია, რა ფიგურებია, პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქტიურია თვალსაზრისით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მისი გვარი მუდმივად ფიგურირებს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მე ღარიბაშვილს გულისხმობ და დაკავშირებით თუ ეკონომიკის ასე თქვა თანამდებობ სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, ესეც გასაგებია, ეს არის რაღაცა პოლიტიკური ცენტრები, რომლის ირგვლივ რაღაც ფინანსური ინტერესები იყო დაგროვილი და ეხლა მიმდინარეობს რაღაც შიდა დაპირისპირება. თუმცა ეხლა ჩვენ მაინც ვარაუდებს გამოვთქვამთ, იმიტომ რომ ეს ახალი პროცესია, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ბუნებრივია, მაგრამ სადამდე გაგრძელდება რა სიტყვიანის დაკავებულები მათაც აქვთ ალბათ სათქმე ჯერჯერობით დუმან ხო ხედავთ ეხლა დუმილის უფრებით სარგებლობენ და შემდეგ ბევრს არაფერს ამბობენ მაგრამ როდესაც ისინი ასე თუ ბევრად უფრო მძიმედ დაინახავენ თავის მომავალს მე მგონი ვიღაცები მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ ვიღაცები აუცილებლად ალაპარაკდებიან და მაშინ უფრო ნათლად გამოჩნდება სად მიდის ეს დინება და სად აქვს პერსპექტივა თქვათ მოხვევის გაჩერების თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს არ არის რა ჩვენ გვინახავს ამ ქვეყანაში ეს არ არის ტოტალური ბრძოლა კორუფციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის ხალხი ვიზედაც დღეს ისრები მეიმართა, ისინი არ წარმოადგენენ მთავარ ცენტრებს ძალაუფლების და კორუფციასთან ბრძოლა, მით უმეტეს ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა ყოფილებთან, ასე ვთქვათ, ხელის ფათურს არ გულისხმობს. ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა გულისხმობს მოქმედ გავლენიან ძლიერ ფიგურებთან დაპირისპირებას. ამას ვერ ხედავთ. მეც რას ვიტყვი, ეს ძალიან შორს არის და მე მგონი საერთოდ არც იქნება ამ ხელისუფლების პირობებში. მადლობა ბატონ ლაშა სტუმრობისთვის და იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო. ლაშა ტუღუში აფასებდა პოლიტიკურ პერიპეტიებს. დღეს ნესრომიანი დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.